გამარჯობა. დღეს ჩვენი პოდკასტის მეორე ეპიზოდს უყურებთ. რა ხდება მსოფლიოში? მე ნათია ქარშილაძე და დათო ქალაშვილი ვართ მისი წამყვანები. ჩვენ ყოველ კვირეულად მივამიხილავთ მსოფლიოში მიმდინარე ამბებს. დღეს ჩვენი თემები იქნება, რასაც მივამიხილავთ ისრაელი, ამერიკა, პალესტინის ცეცხლშეწყვეტის მოლაპარაკება, ასევე უკრაინა, რუსეთი, ამერიკის ცეცხლშეწყვეტის მოლაპარაკება, სერბეთში მიმდინარე ამბები, თურქეთში მიმდინარე ამბები და მე მგონი ეს არის, ხო? და გერმანიის გადაიარაღება და ზოგადად ევროკავშირის, ასე ვთქვათ, გამოღვიძებისა და გადაიარაღების პოლიტიკა. პირველი თემა, რასაც დავიწყებთ, იქნება პალესტინაში და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც დაანონსა პრინციპში ტრამპმა პრეზიდენტებისთანავე, რომ ის ცეცხლს შეწყვეტდა პალესტინაში, ღაზის სექტორში და იქნებოდა ადამიანი, ვინც დაასრულებდა ომს ისრაელსა და ღაზის სექტორში. პრინციპში ომს მე ამ დაპირისპირებას არ უწოდებ, ეს არის უკვე ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყანამ აღიარა, რომ ეს არის გენოციდი პალესტინელი ხალხის მიმართ და ბოლო პერიოდში ის შეთანხმება, რომელზეც ხელი მოეწერა და რომელიც დაიწყო ბაიდენის ადმინისტრაციამ და გააგრძელა ტრამპის ადმინისტრაციამ, დაარღვია ისრაელის სახელმწიფომ, ისრაელის სამხედრო ძალებმა და უკვე ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად ისრაელის არმიამ ჩრდილოეთ ღაზაში სახმელეთო შეტევა დაიწყო. დაღუპული არის 50,000 ადამიანი ღაზის სექტორში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ და კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი მოყოლილია ნანგრევებში, როგორც უკვე იცით, ღაზის სექტორი მთლიანად ნანგრევებად არის ქსეული და დაახლოებით 60 მილიარდამდე დაჯდება ამ ადგილის აღდგენა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ბენიამინ ნათანიაჰუ ამბობს, რომ ის არ ეთანხმება ორი სახელმწიფოს პრინციპს ამ რეგიონში, ტრამპიც იგივე აზრია და უბრალოდ ფიქრობს, რომ ნათანიაჰუსგან განსხვავებით, რომელსაც პირდაპირ დიდი სურვილი აქვს და ამას არც მალავს, რომ ეს ხალხი ამოხოცოს და გაანადგუროს, ტრამპს უნდა, რომ ისინი გადაასახლოს. ანუ მათი მიზნები პრინციპში ერთმანეთს ეთანხმება და სანამ ტრამპი მოვიდა და ბაიდენის ადმინისტრაციაში თეთრ სახლში, როცა მივიდა ნათანიაჰუ, ის პირდაპირ ამბობდა, რომ როცა ამერიკა და ისრაელი ხალხი ერთად არიან, ისრაელის სახელმწიფო ერთად არის, ისინი იგებენ ომს და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მეორე მხრივ ისიც უნდა ითქვას, რომ ბენიამინ ნათანიაჰუ არის პირველ ადგილზე, მოკლედ თეთრ სახლში უცხოელ პოლიტიკოსებს შორის, გამომსვლელებს შორის. ყველაზე მეტჯერ ყოფილა თეთრ სახლში მისი გამოსვლები. მან ამით გადაასწრო ჩერჩილს, რომელიც რაღაც და ერთ-ერთი ლიდერი იყო და ესეც ძალიან ბევრზე მეტყველებს და ბევრი მიმოხილვა წავიკითხე ბოლო კვირაში და ყველაზე მეტი კითხვა რაც ხდება ის არის, რომ თუ ამერიკისთვის, უკრაინისთვის დახმარების მიცემა რაღაც პრობლემაა და ზურგზე აწევს, იგივე შეიძლება ისრაელზეც ითქვას, რომელიც თავს კი არ იცავს, უბრალოდ თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას. ძირითადად მათი თავდასხმები არის ან ლტოლვილთა ბანაკებზე, ან საავადმყოფოებზე, ან გაეროს შტაბ-ბინებზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შინამძილეში ტრამპს არასდროს დომებია, რომ ცეცხლი შეეწყვიტა პალესტინაში, ღაზის სექტორში. მისი დიდი სურვილი იყო, რომ ისრაელელი ტყვეები გაეთავისუფლებინა და ამით რაღაც ქულები დაეწერა ამ მომრჩეველების თვალში და მეორე მხრივ ისრაელის თან კავშირები გაემყარებინა. ხო, შენც რო გითხრა? ესე იგი, მთავარი საბაბი, საბაბი უწოდოთ ამას და არა მიზეზი, მთავარი საბაბი ცეცხლის განახლების ჯერ თავდაპირველად საჰაერო იერიშების, რომელსაც მოყვა 400 ადამიანზე მეტი ესე ვთქვათ სიკვდილი და 200 დაახლოებით 200 ბავშვი იყო. აქედან საბაბი იყო ის, რომ ჰამასმა აღარ განაგრძო და აღარ გააგრძელა ისრაელისთვის მძევლების გადაცემა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ამბობს, რომ რაც უფრო დიდხანს იტყვის უარს ჰამასის მძევლების გათავისუფლებაზე, მით მე ტერიტორიას დაკარგავს, რომელიც შემდეგ ისრაელს შეუერთდება. ანუ ამ თუნდაც ამ ციტატიდანაც ძალიან კარგად ჩანს რა ხო არა არის
და მთავარი მოტივი რა არის? შენ ახსენე ორი სახელმწიფოს კონცეფცია ამ ტერიტორიაზე. ორი სახელმწიფოს კონცეფცია ალბათ მოძველებული კონცეფციაც არის და ალბათ აქტუალურიც აღარ არის, იმიტომ რომ ერთი მხრივ ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს პირდაპირ გაცხადებული აქვს, რომ იქ პალესტინელებმა არ უნდა იცხოვრონ. ტრამპის მოსვლიდან რაღაც ძალიან ცოტა ხანში ეს ოდიოზური ვიდეო რო დაიდო. ტრამპ ღაზა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი და მთავარი გზავნილი და შინაარსი რა იყო ამ ვიდეოსი, რომ აქ უნდა გაკეთდეს ახლო აღმოსავლეთის რივიერა, სადაც გაერთობიან დიდი ფულის პატრონები და საბოლოო ჯამში პალესტინელებს გაასახლებენ აქედან, რაზეც ისრაელის მეზობლებმა, თქვათ, არ ვიცი, იქ იორდანიამ, ეგვიპტემ და ასე შემდეგ ყველამ უარი განაცხადეს ამაზე, მორიდებით, არც ისე პირდაპირ, მაგრამ ეს საკითხი და თემა აღარ განევრცო, თუმცა მოკლედ მთავარი мотиваცია ამ ორი სახელმწიფოსი, ერთი მხრივ ისრაელის და მეორე მხრივ მისი მხარდამჭერის ამერიკის შეერთებული შტატების არის ის, რომ აქედან პალესტინელები გააძევონ, ან როგორც შენ ახსენე, ისრაელის შემთხვევაში უბრალოდ ამოხოცონ და ფიზიკურად ამას სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევთ, ანუ თუ შენ უბრალოდ ჰამასის განადგურება გინდა, მაშინ რითა იხსნება ამდენი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი. სასამართლომ რომელმაც თქვა, რომ ნეთანიაჰუ, ისევე როგორც ჰამასის ხელმძღვანელები არიან ომის დამნაშავეები, იმავე სასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ პუტინი არის ომის დამნაშავე და მაშინ რაზე ვსაუბრობთ, თუ პუტინი და ნეთანიაჰუ პუტინი, ნეთანიაჰუ და ჰამასი ერთ სიბტყეზე არიან, მაშინ ხო არ ვიცი, ძალიან კოგნიტური დისონანსი გამოდის, რომ ეს თან ნეთანიაჰუ ყველას ეთანამშრომლება და თან ჰამასი ერთი მხრივ ტერორისტულ დაჯგუფებად არის რაღაც წარმოჩენილი და რა განსხვავება არის თუნდაც, რა ვიცი, ნეთანიაჰუსა და ჰამას შორის თავის ქმედებებში, ხო? ხო, მეორე მხრივ თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კაფიოდ განუმარტა ჰამასს, რომ თუ ისინი არ გაათავისუფლებდნენ ყველა მძევალს, ამისთვის მოუწევდათ საფასურის გადახდა და დღევანდელი ამბავია ის, რომ ტრამპი მხარს უჭერს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების განახლებას ღაზას ტერიტორიაზე. ასევე ნეთანიაჰუ ისეთ ცოტა ოდიოზურ რაღაცას ამბობს, მაგრამ აი Deep State-ს ახსენებს თავის ბოლო პოსტში სოციალურ ქსელში ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი იმარჯვებს არჩევნებში, მემარცხენე Deep State-ი მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებს. ანუ ეს ალბათ იმასაც ეხმიანება, რომ ტრამპის ბევრი გადაწყვეტილება დაბლოკა სასამართლომ და მოკლედ ტანდემში მოქმედებენ ნეთანიაჰუ და ტრამპი და ტრამპი ამბობდა, რომ კონფლიქტს დაასრულებდა ისრაელსა და პალესტინას შორის, რუსეთსა და უკრაინას შორის, ის თითქოს მოდიოდა როგორც დიდი მშვიდობის ყოფილი, მაგრამ ახლა ჰუსიტებს ესხმის თავს იემენის ტერიტორიაზე და ფაქტიურად ემუქრება ირანს, რომ ანსარულა არის ესეთი დაჯგუფება, ჰუსიტები და ფაქტიურად ემუქრება, ესე ვთქვათ, ირანს იმით, რომ თუ უბრალოდ გადაიხედება ბირთვული შეთანხმება და ბირთვული იარაღის კეთებას, ესე უხეშად რო ვთქვათ, მაინც გააგრძელებენ. ალბათ თავარი პირდაპირ სამიზნე მერე ირანი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ სირიაში უკვე ირანს თავისი მარიონეტული, ესე ვთქვათ, პროქსი საყრდენი აღარ გააჩნია. და სირიაში, ესე ვთქვათ, მოვიდნენ ის ძალები, რომლებიც ირანისადმი მტრულად არიან განწყობილები. ჰეზბოლა თითქმის აღარ არსებობს და განადგურების პირასაა. ხო, თქვათაშორის ლიბანშიც განაახლა ისრაელმა თავისი საჰაერო თავდასხმები. კი ბატონო. და ეს მთელი ბუფერი, რაც ქონდა ირანს, აი ამ ექსტრემისტული, რადიკალური, ესე ვთქვათ, სამხედრო დაჯგუფებების კუთხით ფაქტიურად აღარ არსებობს. ერახში არსებული დაჯგუფებები საკმაოდ სუსტია, რომ რაღაც ეს ბუფერად ჩავთვალოთ. გამოდის, რომ ირანს საკმაოდ ცუდი სიტუაცია აქვს დღეს და
ტრამპის მთელი ესე ვთქვათ პოლიტიკა სამხედრო, რაც მიმდინარეობს ახლა იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ, სწორედ და რა თქმა უნდა ირანის წინააღმდეგაა მიმართული და მეორე მხრივ ეს პოზიციებს უმყარებს, რა თქმა უნდა, ისრაელს. ერთი დამავიწყარო ამ შეთანხმებას როცა ეწერებოდა ხელი ამერიკა ყოველთვის ჯერ ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო ამაზე მოლაპარაკება და შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ გააგრძელა ყოველთვის ტოვებდა მოკლედ ჩანაწერი ყოველთვის იყო რომ ისრაელს ქონოდა მუდმივად იმის საშუალება რომ განეახლებინა თავდაცვითი ომები. ოღონდ თავდაცვითი ომი რას ნიშნავს კარგად ჩანს მოკლედ რომ არ ვიცი იგივე რასაც პრინციპში პუტინი აკეთებს უკრაინაში. მეორე საკითხი აქ ის არის კიდე რომ ევროპელ ლიდერებიდან ერთადერთი მე რაც ვნახე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოიგო ხმა სტარმერმა რომელმაც თქვა რომ როდესაც ის უყურებს ამ კადრებს როგორი ხოცებიანი ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა მისთვის შემაშფოთებელია მაგრამ ესეც აი ფაქტიურად სულ მახსენდება ხოლმე გერმანიაში ამ ფრანკფურტის სიგნის ბაზრობა რო იყო იქ მომხდარი ამბები როცა რამდენიმე ჟიჟეკი გამოაძევეს მაგალითად ძალიან ცუდი კადრი იყო ჩემთვის როგორც მოექცნენ რაც არ უნდა აზზე იყოს რავი ანუ იმას ამბობდა რომ არასტორია ეგ რაც ხდება და როგორ პირდაპირ შოთაშორის ჯეიდი ვენსმა რომ თქვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რომ ევროკავშირში და გერმანიაში სიტყვის თავისუფლება იზღუდებაო ისე იმ კუთხით თუ შევხედავთ რომ პროპალესტინური გამოსვლები პალესტინის მხარდამჭერი არ ვიცი შეკრებები ესენი საკმაოდ კაცრადაა გაკონტროლებული და პოლიცია ძალიან სასტიკად ახშობს ხოლმე ამას. ოღონდ ხო ჯეიდი ვანსმა გასაგებია რა კონტექსტში. ხო და თან ტრამპმა მეორე მხრივ იგივე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით დაანონსა რეპრესიები და განახორციელა კიდეც. არა ხო ანუ მე რას ვამბობ რომ იმ კონტექსტში რაზეც ლაპარაკობდა თვითონ რომ თქვა AfD-ს და ექსტრემისტულ მემარჯვენე ძალებს არ აძლევთ იმის უფლებას რომ და მათ წინააღმდეგ რა ცეცხლის კედელი გაქვთ აღმართული ეს გასაგებია რა ფარსიც არის მაგრამ მეორე მხრივ მართალი გამოდის იმიტომ რომ ევროპა ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე ემონება და ვასალურ დამოკიდებულებაში არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხმას ვერ იღებს იმაზე რაც ხდება ღაზის სექტორში და თავიდან ბოლომდე ფარისეულური დამოკიდებულება აქვს იმიტომ რომ ასე თვალნათელი და ცხადი მაგალითი იმის რომ ერთი სახელმწიფო მეორე ხალხს უწყობს ხოცვა ჟლეტას და შენ ამაზე უბრალოდ ხმას არ იღებ, არანაირი პოზიცია არ გაგაჩნია. არ ვიცი რა მორალური უფლება უნდა გქონდეს, ან ვინ უნდა დაიჯეროს შენი, როდესაც სხვა სახელმწიფოს უწოდებ აგრესორს და გასაგებია რომ რუსეთსა და უკრაინას შორის რაც ხდება ესე ძალიან თვალსაჩინო და ცხადია და უკრაინამ მსხვერპლია. ხო, მაგრამ ჩემთვის ანუ უკრაინა და რუსეთის ომად კვალიფიცირდება და ამ შემთხვევაში ომიც არ არის, ხო? ანუ რაღაც ძირითადი ადამიანური თანაგრძნობის და სამართლიანობის შეგრძნება არის ის რომ დღეს უბრალოდ პალესტინაზე პირში წყალი არ ჩაიგუბო, მაგრამ როგორ ჩანს იმდენად ღრმად არის და ძვალრბილში აქვს გამჯდარი ევროპას ეს არ ვიცი 80 წლიანი ვასალური დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ რომ ამის სიმამაცე არ ყოფნის. ხო, ვიღაცებს ჰქონდა ნორვეგიას, ესპანეთს, ირლანდიას შიგადაში გამოფხიზლება, მაგრამ ძალიან სუსტი ის იყო და კირ სტრამერზე მინდა და მეთქვა, პრინციპში ეს მისი პალესტინისადმი გამოხმაურება რაღაცა შიდა პარტიული ისიც იყო ზეწოლის შედეგი, იმიტომ რომ გვახსოვს რატომაც ანუ რეფორმირება როცა მოხდა ლეიბორისტული პარტიის თუ რეფორმირება ვიღაცები რო გაყარეს ამ მათ შორის ჯერემი კორბინი ერთ-ერთი მთავარი საკითხი პალესტინის საკითხი იყო და ანტისემიტიზმი ხო შეიძლება იყოს მართლა ეგ პრობლემა მაგრამ მისი ამორჩევლების დიდი ნაწილი მას თხოვდა რომ ამაზე უფრო ღია პოზიციები დაეფიქსირებინა და ალბათ ეს მისი მოვალეობის მოხდის მიზნით უფრო თქვა ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სადაც სჭირდება დღესაც იქაც იყენებს ძალას იქაც იყენებს თავის სამხედრო ძალმოსილებას და პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების კისერზეა მეტწილად
ეს არაბული გაზაფხული და ის ვითარება, რაც დღეს არის ახლო აღმოსავლეთში. ანუ ფაქტიურად ისრაელის პოლიტიკა გაიზიარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელის ეს ექსტრემისტული მემარჯვენე ძალების ინსტრუმენტად იქცა ამ რეგიონში და ვისწის ხულზე დაასხა ამ ახლო აღმოსავლეთში ვითარებისარევა, რა თქმა უნდა, ისრაელის სახელმწიფოზე, იმიტომ რომ ზუსტად სირიაში, არ ვიცი, ლიბანში, ლიბიაში, ერაყში, აი ამ სახელმწიფოებში აირია მონასტერი, იმიტომ რომ სწორედ ეს სახელმწიფოები ესე ვთქვათ, უქმნიდნენ საფრთხეს ისრაელს. შეგვიძლია უკვე გადავიდეთ უკრაინა, ამერიკა, რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე. ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარში დიდად არაფერი ახალი არ გამოიკვეთა, გარდა იმის ხაზგასმისა, რომ პუტინს კვლავ არ უნდა ცეცხლის შეწყვეტა. მისი წამოყენებული რაღაც პირობები უკრაინისთვის პრინციპში შეუძლებელია, რომ უკრაინა ამაზე დათანხმდეს. პუტინის მოთხოვნები კვლავაც არის მაქსიმალისტური და არ ვიცი სხვანაირი როგორი შეიძლება იყოს. ეს არის უკრაინის თვის დასავლური იარაღის მიწოდების შეწყვეტა. ეს არის უკრაინის დემილიტარიზაცია. ეს არის ტერიტორიების ანუ ყირიმის და ანექსირებული აღმოსავლეთ რეგიონების რუსეთის ტერიტორია და აღიარება. ეს არის ალბათ ზელენსკის ცვლილება და ამაზეც მაქვს მე რაღაც სათქმელი. ანუ ზელენსკის გადაყენება მოკლედ და პროქსი რეჟიმის არჩევა რუსეთისთვის, ანუ მარიონეტული რეჟიმის არჩევა იქ და ნუ ცხადია ნატოში არ შესვლა, ევროკავშირში, ხა ნატოში და ევროკავშირში რანაირად შევა თუ მაგ შედეგებით დასრულდა ეს ყველაფერი. ხო და ანუ ამაზე ანუ ეს რატოა მოლაპარაკებისაგან? ეგ ხო ისედაც პუტინი, ისედაც ხო უნდა. ომიც ამისთვის დაიწყო და ეგ იყო მთავარი. მაგაში ანუ საჩანს ტრამპის დილმეიკერობა და დიდი ოსტატობა დიპლომატია. ხო, ჩემი აზრით ტრამპის დაპირება პალესტინის და უკრაინის შემთხვევაშიც ანუ ვერ შესრულდა და მარცხი განიცადა მისმა მცდელობამ. ახლა რაზეც შეთანხმება, ხო? ანუ ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდაუსხმელობის შეთანხმება. ეს სინამდვილეში აქ და ახლა უფრო მეტად აწყობს რუსეთს, იმიტომ რომ უკრაინამ საკმაოდ დიდი ზიანი და ზარალი მიაყენა ამ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურას, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც შაჰედების ხროვა თუ დაჯგუფება დაესხა უკრაინას თავს და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ვერ აღმოფხვრა ეს პრობლემა და რაღაც ახალი პრობლემაა ეს. ანუ ტექნიკურად რთული არის ჯერჯერობით ამის გადაწყვეტა და დრონების ესე ვთქვათ საკითხში ალბათ უფრო წინ წავიდა რუსეთი ამ ბოლო დღეს, მაგრამ ფაქტია რომ ხო. ბოდიში, ანუ თან ბოლო პერიოდში რა სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება შეუწყვეტეს უკრაინას, ამან დააზარალა საკმაოდ, ანუ ცოტა ვერ ხვდები ტრამპის პოზიციას ამ კუთხით. ანუ რისი ჩვენება უნდა და თან საუბრობენ ამ სანქციების შერბილებაზე პერიოდულად ამასაც ახსენებენ. ის არის რისი ჩვენებაც უნდა, აი ეგ ამბავი იმაშიც კარგად ჩანს, როცა თქვა რომ ეს ოვალურ კაბინეტში მომხდარი იყო წინასწარ დაგეგმილი ზეწოლა და ახლა ზელენსკი კარგად იქცევა და მაშინ გვინდოდა რომ უკრაინა ზეწოლის ქვეშ მოგვექცია. ანუ სინამდვილეში ვისთანაც გაზდის ამ შემთხვევაში და ზელენსკი არის მისთვის დაბალი ღობე, ცდილობს რომ მასთან რაც შეიძლება მაქსიმალისტური იყოს და პუტინს რაც შეეხება, პუტინი იმაზე თანხმდება პრინციპში რაზე დათანხმებითაც არაფერს არ კარგავს. ხო, ანუ ამ დაეთანხმა თქვათ მაგალითად ამ საკითხზე ტყვეების გაცვლაზე, ხო ეს ჰუმანიტარული საკითხიც არის ჩართული, რაც რეალურად მნიშვნელოვანია, მაგრამ ანუ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით არაფერს აძლევს და ანუ სტატუს კო მაინც ნარჩუნდება ტერიტორიული და ასე შემდეგ და პატარა საკითხებზე დათანხმებით აჭიანურებს პუტინი მოლაპარაკებებს ამ შუალედში ცდილობს რომ რაც შეიძლება გააფთრებულად დაესხას თავს უკრაინას და მიაყენოს რაც შეიძლება მეტი ზიანი და პრინციპში პირდაპირ ტერორისტულ აქტებს მიმართავს, ხო? ეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს. ხო, აი სატელეფონო საუბრიდან 1 საათში უკვე უკრაინული კიევის თავზე იყვნენ დრონები. ხო,
უკრაინული საიტები, მედიები წერდნენ ამ თავდასხმებზე. ხო და ფაქტია რომ პუტინი უკან არის ხელსამხედრო თვალსაზრისით პირიქით, თან ამავე დროს ვრცელდება დეზინფორმაციები იმის შესახებ, რომ კურსკში ალყაში ყავთ მოქცეული უკრაინის არმია და ტრამპმა თქვა რომ ეთხოვე პუტინს შეეწყალებინა ეს ხალხი და პუტინმაც მერე განაცხადა რომ აი მე ტრამპის ამ თხოვნას ვითვალისწინებ და შევიწყალებ ამ ხალხს. სინამდვილეში მერე ინფორმაცია იდება იმის შესახებ რომ CIA-ის სადაზვერო ცნობებით იქ არაფერი მსგავსი არ ხდება, უკრაინელებმა უკან დაიხიეს კურსკში, მაგრამ ალყამდე საქმე ჯერ ძალიან შორს არის. ამავე დროს პოლიტიკომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ტაკერ კარლსონი და ტრამპის სიძე და ტრამპის მრჩეველი, ხო, საგარეო საკითხებში ისინი უკრაინაში ოპოზიციას ელაპარაკებიან და ზელენსკის წინააღმდეგ აგორებენ რაღაც ტიპის შეთქმულებას და კვლავ ის განცდა რჩება, რომ ამაშიც ტრამპი და პუტინი საკმაოდ ეთანხმებიან ერთმანეთს, რომ ზელენსკი ბარიერია და უნდა მოიცილონ, იმიტომ რომ მე უფრო მარტივი გახდება ყველაფერზე ხელმოწერა. და რატო ახლა, ხო, აი ზელენსკი პირდაპირ ამბობს იმას, რომ ტერიტორიების დათმობის საკითხს. ეს იქნება გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენ დავიცავთ უკრაინას მაქსიმალურად ამ საკითხებში, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება ჩვენთვის. პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ სამართლებრივად ჩვენ არ ვცნობთ არანაირ ტერიტორიებს და დაამატა, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დარჩება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად და ამას არ განიხილავს. თან პარალელურად ტრამპი ამბობს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენა შესაძლოა რუსეთსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა შეასუსტოს და თან სულ ამას ხო, ანუ ცოტა გაუგებარი პოზიციები აქვს. არა, ეგ ალბათ ძალიან გასაგები პოზიციაა, იმიტომ რომ არა, გასაგები არის, მაგრამ უკრაინის კუთხით თუ შევხედავთ, გაუგებარია, იმიტომ რომ ხო, რაღაც პარტნიორი იყო, ეხმარებოდა, მე რა რომ სხვა პრეზიდენტი შეიცვალა, ანუ ეს პარტნიორობა ხო ისა ხო, მაგრამ აქ საკითხი როგორ დგას, ხო, რეალურად ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო ეს ომი. ბაიდენის ადმინისტრაციამ და ევროპამ ერთობლივი ძალებით ვერ მოუგეს რუსეთს ეს ომი, რასაც ბევრი დასავლური ანალიტიკოსიც ამბობს, მემარცხენე, მემარჯვენე თუ შუაშისტი და ასე შემდეგ. ეს იყო ავანტიურა, ამაში ბევრი ფული ჩაყარა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ჩვენ ამ ომის გაგრძელების რესურსი აღარ გვაქვს და ეს თავსმოხვეული პრობლემა, რაც არის უკრაინა, უნდა გადაწყდეს რაც შეიძლება სწრაფად და მათ აქვს თავიანთი სხვა პრიორიტეტები, ეს არის ჩინეთის საკითხი და ჩინეთი რუსეთის ღერძის დაშლა უნდა ტრამპს და ეს რამდენად გამოვა მეორე საკითხია. უბრალოდ მე ისე მინდა იცი რომ ეს ტრამპი როგორც ფუთავს ამ ამბავს თავის შიდა ამორჩეულისთვის და შიდა პოლიტიკისთვის. ეს არ არის ის რომ რუსეთმა დაიწყო ომი და რუსეთი ცდილობს რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო აღარ არსებობდეს. არა, ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული ომი, რომელსაც ტრამპი ასრულებს, იმიტომ რომ ერთმა ადმინისტრაციამ დაიწყო, ესე სურდა, მეორე ადმინისტრაციას ესე აღარ სურს. ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ისიცაა, რომ აი ზელენსკის და ტრამპის სატელეფონო საუბარი, როდესაც იყო, ანუ რო ვთქვა, ჯერ ქონდა პუტინთან სატელეფონო საუბარი. ყველაფერი იმით იწყება, რომ მოკლედ უკრაინული და ამერიკული დელეგაციები ერთმანეთს ხვდებიან საუდის არაბეთში, სადაც აღწევენ შეთანხმებას იმაზე, რომ ეს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს. ამაზე რუსები ამბობენ უარს და თან ხვდებიან მხოლოდ ამ ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდაუსხმელობას და პუტინი და ტრამპი თან ხვდებიან, ხო, ამაზე, ანუ პუტინი ეთანხმება, რომ ამ ენერგოინფრასტრუქტურას თავს არ დაუსხმებით და შემდეგ არის უკვე ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი, რომელშიც ზელენსკი ტრამპს თხოვს პატრიოტების საჰაერო თავდაცვის სისტემას და ტრამპი ამაზე უმნება, რომ იმუშავებენ, იმსჯელებენ. მოკლედ, ანუ რაღაც ორმხრივი პროცესი არის. ერთი მხრივ უკრაინაც და ევროკავშირის სახელმწიფოების და ბრიტანეთიც მაინც მუშაობენ დიპლომატიურად ტრამპის ადმინისტრაციასთან, არ უნდათ რომ ბოლომდე გადაიწვას ეს ხიდები და ეიმედებათ მოკლედ ტრამპის ადმინისტრაციის
მეორე მხრივ ტრამპის ადმინისტრაცია ერთი მხრივ თითქოს ათბობს უკრაინასთან ურთიერთობას ამ ოვალურ კაბინეტში მომხდარი აუზაური შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთთან არც თუ ისე ორაზროვან პოლიტიკას იჭერს, ხო? და სხვათა შორის ტრამპმა თქვა, რომ ეს ერთი შეხვედრა კი გახმაურდა საჯაროდ, მაგრამ ჩუქჩუქებდით ტელეფონში. ბევრი სატელეფონო საუბარი ქონდა, რომელიც საჯაროდ არ გავახმაურეო. ანუ გასაგებია, რომ ზელენსკისთან არ უნდა საუბრის გაგრძელება და უნდა რომ დაასრულოს ეს ომი, მაგრამ თან პუტინთან ესეთი ხო, ანუ ბარიერი მაინც ზელენსკი გამოდის რა, იმიტომ რომ ანუ რა ბერკეტი აქვს მოკლედ დასავლეთს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დაასრულოს. ანუ ეს შეიძლება იყოს ერთადერთი ან დათანხმდე ყველაფერში პუტინს, ან ომი გააგრძელო უბრალოდ. ომი გააგრძელო და შენ როგორც თქვი წინა პოდკასტში, ერთ-ერთი შანსი რომ რუსეთი ასე ვთქვათ, თავის ადგილას დააყენო ან შეაჩერო არის ის, რომ ძალა აჩვენო და პრინციპში ეგ არის ერთ-ერთი გამოსავალი, რომ გადაიარაღება მოახდინოს ევროპამ, იმიტომ რომ ეს 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტები არანაირ გარანტიას არაფერში არ გვაძლევს. აი დანიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროპას აქვს დაახლოებით 3-5 წელი, რათა თავდაცვის სფეროში თვითმკმარი გახდეს, იმიტომ რომ ისინი არენდობიან პუტინს, რომ თუ უკრაინას დაამარცხებს, რა თქმა უნდა, წინ გააგრძელებს სხვას და მისთვის უკვე საკმარისი აღარ იქნება ერთი ქვეყნის ოკუპაცია, იმიტომ რომ ეს მიზეზები და საბაბები არ გამოილევა და ევროპისთვის პრინციპში გამოღვიძების დროს არის და აი ამ ნოტაზე შეგვიძლია გადავიდეთ გერმანიის გადაიარაღებაზე და ახალ მთავრობაზე, რომელმაც პრინციპში დაიწყო საგარეო ვალების შესახებ თავის პოლიტიკის გადახედვა და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე უფრო მეტად საუბარი, იმიტომ რომ ხო როგორც უკვე თქვი ფული მხოლოდ ანუ კი მნიშვნელოვანი საკითხია ფულის ჩადება ამ მიმართულებით, მაგრამ გერმანიას და ზოგადად ევროპას სჭირდება პრინციპში პოლიტიკაში ძირეული ცვლილებები და უფრო მოქნილები უნდა გახდნენ, თუ უნდათ რომ ამ მიმართულებით ამერიკის მხარდაჭერა ჩაანაცვლონ, იმიტომ რომ ტრამპი რასაც ამბობს პრინციპში ევროპის ბიუროკრატიაზე და ჩახლართულ ასე გადაწყვეტილების ჩახლართულობაზე პრინციპში ხო მართალის არის და ევროპას უფრო მეტად მოქნილობა ჭირდება, იმიტომ რომ ხო თუ უნდა რომ ამერიკას ჩაეხსნას ასე ვთქვათ. ცოტა ფართო კონტექსტი რო დავინახოთ ამ გერმანიის გადაიარაღების საკითხში, რატო არიან ესეთი აჩქარებულები ამ გადაიარაღების პოლიტიკაში და რა არის მოკლედ გადამწყვეტი მთელ ამ ამბავში. ამისთვის უნდა გავიხსენოთ ალბათ მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიები და რა ხდება მეორე მსოფლიო ომის მერე. ევროპა არის ნანგრევებში, ამერიკის შეერთებული შტატები არის საბჭოთა კავშირთან ერთად ალბათ ყველაზე მშრალად გამოსული სახელმწიფო და ორი სუპერძალა, ხო? ერთი მხრივ საბჭოთა კავშირი, მეორე მხრივ ამერიკა და ამერიკის მთავარი პოლიტიკა რა არის ამ დროს. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები შემოიღო მაშინ ეს მარშალის გეგმა ევროპის რეკონსტრუქციის და აღშენებლობის და ასე შემდეგ, ანუ ამერიკა გახდა მთავარი დამფინანსებელი ამ ევროპის აღშენებლობის და რა ინტერესი შეიძლება ქონოდა ამაში, რომ თქვათ დასავლეთ ევროპა ყოფილიყო მისი გავლენის ქვეშ. პირველ რიგში ეს იყო კომუნიზმის შეკავების ფაქტორი. იმიტომ რომ 1917 წლის რევოლუციიდან მოყოლებული ამერიკის მთავარი მიზანი არის, რომ არც მის საზღვრებში და არც ევროპაში არ მოხდეს ბოლშევიკური თუ არ ვიცი კომუნისტური რევოლუცია გადატრიალება. და ვიცით მაშინ 17-18 წელს იწყება ძალიან დიდი წმენდები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევგენ დეპსი, ესეთი ერთ-ერთი მთავარი სოციალისტი, მას ურჩიან 10 წელს. ევროპაში ვერ ხდება ეს წმენდები ერთი მარტივი მიზეზის გამო,
ვერც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ვერც იქამდე, იქამდე თვითონ ფაშისტურმა ძალებმა მოახდინეს კომუნისტების და პროკავშირების წმენდა, მაგრამ იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის მერე იტალიაში მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტია, საკმაოდ ძლიერია საფრანგეთში და დეგოლის კაბინეტშიც არიან სოციალისტები. მოკლედ ევროპაში დიდია ეს მუშათა მოძრაობა. ხო, თვითონ ისტორიაც და რაღაც ის გამოცდილებაც ეგეთი აქვს. აქვთ ეს მუშათა მოძრაობის ძალიან დიდი ტრადიცია. ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გარკვეული ზომები, რომ შიგნით, ესე ვთქვათ, ამ შეკავებისთვის რაღაც, არ ვიცი, ეფექტური პოლიტიკა ეწარმოებინა და ამ ახალი კურსის შემდეგ, როდესაც სახელმწიფომ დაიწყო ეკონომიკაში ჩარევა და გადაილახა ეს ესე ვთქვათ, დიდი დეპრესია, მათ შორის იმითაც, რომ ბევრი ფული დახარჯა ამერიკამ ამ ინდუსტრიაში, სამხედრო ინდუსტრიაში. ევროპაში ეს შეკავების პოლიტიკა ისევ იდგა დღის წესრიგის ქვეშ. ამიტომ რა გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა? თავის თავზე აიღო მთელი ეს, ესე ვთქვათ, სამხედრო ქოლგის და თავდაცვის ქოლგის გადაფარება ევროპაზე. და ევროპას მისცა იმის საშუალება მეორე მხრივ თავისი გასესხების პოლიტიკით და თავისი დაფინანსების პოლიტიკით, რომელიც რა თქმა უნდა მერე ამოიღო და მთელი თავისი ეს საქონელი გაასაღა, მაგრამ ევროპას მისცა იმის საშუალება, რომ სოციალური კეთილდღეობის სისტემა შექმნილიყო, მათ თავდაცვაზე არ დაეხარჯათ თანხები და ეს თანხები გადასრულიყო სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკებში და ევროპას მისცა ამის ფუფუნება, ჩვენ დაგიცავთ თქვენ შეგიძლიათ რომ თქვენი ეს მუშათა მოძრაობები მოთაფლოთ და მოგთამოთ აი ამ სოციალური პოლიტიკით, რათა არ მოხდეს დიდი სოციალური განხეთქილება და კლასობრივი ბრძოლის გაღრმავება ევროპის კონტინენტზე. იმისათვის რომ რუსეთმა, საბჭოთა კავშირმა ეს თავისი რბილი თუ, არ ვიცი, მაგარი ძალა არ გაავრცელოს ევროპის კონტინენტზე. მოკლედ, ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ღერძი პოლიტიკის საგარეოსი არის კომუნიზმის შეკავებაზე და მთელი ეს 80 წლიანი, ესე ვთქვათ, პოლიტიკა არსებობს იმისთვის, რომ ამერიკამ რუსეთი შეაკავოს ევროპის ტერიტორიაზე. მაგრამ როდესაც საბოლოო ჯამში რუსეთი განსაკუთრებით 90-იანებში ელცინის პერიოდში აღარ არის, ესე ვთქვათ, სუპერძალა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უჩნდება სხვა საგარეო სამიზნეები. ეს საგარეო სამიზნე ახლა თავდაპირველად, რა თქმა უნდა, და უპირველესად არის ჩინეთი და მათთვის მოკლედ მომგებიანი აღარ არის აი ამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პოლიტიკის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სული მოითქვა და სული მოითქვა იმითიც, რომ ამერიკამ ერაყში და ავღანეთში აწარმოა სრულიად უაზრო ომები და 3 ტრილიონამდე დახარჯეს იქ არანაირი შედეგით, ამან გამოიწვია ნავთობის ფასების ზრდა. ხო, მაგრამ ერთი მხრივ ეს შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოხდა ეს ომები და ეს თლად მაშინდელი პრეზიდენტებისთვის და მაშინდელი ადმინისტრაციებისთვის რაღაცა ამოსუნთქვის საშუალება იყო, რომ გარეომები ეწარმოებინა, ამიტომ ხო? ხო, კლაუზევიცის თეზის თუ დავეყრდნობით, პოლიტიკის გაგრძელება ომი ოღონდ სხვა საშუალებებით. მაგრამ უბრალოდ გადახვევისთვის იმას ვიტყვი, რომ ამ ომებმა რეალურად რუსეთი ეკონომიკურად ფეხზე დააყენა და რუსეთს გაუჩნდა ეს თავისი გეოპოლიტიკური, ესე ვთქვათ, მიზნები. რა დროსაც ევრაზიაში რუსეთი არის ცენტრი და საით უნდა გაფართოვდეს, აღმოსავლეთ ევროპაში უნდა გაფართოვდეს და ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთით ფიზიკურად გაფართოვებას აზრი არ აქვს, კაცრი კლიმატური პირობების და ბევრი მიზეზის გამო. რუსეთიც გამოაღვიძეს ამით, თუმცა აქ და ახლა ჩინეთი არის მათთვის უპირველესი მიზანი და ევროკავშირზე და ევროპის თავდაცვაზე ფულის დახარჯვა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის. ხო, უკვე არარენტაბელურია. არარენტაბელურია და ევროპა ჩდება იმ საფრთხის წინაშე, რომ მისი მთავარია სამხედრო თუ თავდაცვითი ქოლგა უბრალოდ აღარ იარსებებს და რასაც მიეჩვია ევროპის კონტინენტი 80 წლის განმავლობაში, ის უბრალოდ აღარ იქნება. რა არჩევანი რჩება ევროპას. პირველად იმპულსი არის ის, რომ დაუწყოთ გადაიარაღება, მაგრამ ამ გადაიარაღებასაც ახლავს თავისი სირთულეები. პირველ რიგში ეს არის ის, რომ
და ჩვენ წინა ესე ვთქვათ შეხვედრის დროსაც ვილაპარაკეთ ამაზე, საიდან უნდა მოვიდეს ეს ფული. ანუ თუ ევროპას აქამდე ქონდა ფუფუნება, რომ თავდაცვისთვის მოეკლო ხარჯები და გადაეტყორცნა კეთილდღეობის სახელმწიფოში, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო შექმნაში. ახლა გამოდის, რომ ამას უნდა მოვაკლოს და იმას, ანუ რაც არ უნდა ეხა საგარეო ვალებზე გადაიარაღება მოახდინოს და პოლიტიკის ცვლილება მოახდინოს, აუცილებლად დაეტყობა ამ სოციალური სახელმწიფოს შენებას, აუცილებლად დაეტყობა ეს გადაიარაღება და ეს პოლიტიკის ცვლილება. მაშინ გამოდის, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთ ამომრჩევლებს და თავიანთ მოსახლეობას უნდა დაანახონოს, რომ რუსეთი აქ და ახლა არის ეგზისტენციალური საფრთხე. ამას როგორ მოახერხებენ, არ ვიცი, მაგრამ ანუ ის ფაქტია, რომ მოკლედ ევროპა ამ გადაიარაღების პოლიტიკიდან მშრალი ვერ გამოვა. იმიტომ რომ ამას ყავს თავისი მოწინააღმდეგეები, რა თქმა უნდა, მემარჯვენე ექსტრემისტული ძალების კუთხით, ანუ ისინი ყოველ შემთხვევაში ისარგებლებენ იმით, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებით და მოსახლეობა უკმაყოფილო იქნება ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის უმეტესობა ვერც იოცნებებს იმაზე, რა სოციალური კეთილდღეობაც ჰქონდათ ევროპაში. 5 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება. საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო განათლება, რაც ამერიკას არ აქვს. გერმანიის შემთხვევაში ეს და საფრანგეთის შემთხვევაშიც. და ხო, საფრანგეთის მოსახლეობის შემთხვევაში, რომლებიც პოლიტიკურად ძალიან აქტიურები არიან და რომლებიც ყველა რაიმე მნიშვნელოვან და არამნიშვნელოვან ცვლილებაზე გამოდიან და აჩვენებენ ყველა ხელისუფლებას თავიანთ ძალას, ეს ტრიგერი შეიძლება გახდეს იმისთვის, რომ რაღაც სოციალური დაპირისპირებები დაიწყოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ხო არის და არის. და შტატებს რეალურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსში ფულის ჩადება აწყობდა, იმიტომ რომ ამით მუდმივად ახალისებდა ეკონომიკას და აღარ მიიღებდა იმ ეკონომიკურ კრიზისს, რაც ჰქონდა 15 წლის წინ. და ეს კეინზიანური მილიტარიზმის მოდელი რაც არის, ოდესაც სახელმწიფო ფულს აძლევს თავის სამხედრო კომპლექსს და აწარმოებს იარაღს, ახლაც პრინციპში ეს ძალაში იქნება, იმიტომ რომ ევროპას მოუწევს იარაღი იყიდოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. უბრალოდ ფულის დახარჯვა მოუწევს, თორე ამერიკის იარაღი მაინც ჩაუნაცვლებელი იქნება. ჩაუნაცვლებელი იქნება და რატო? იმიტომ რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფულს იარაღს არ იყიდიან, ძალიან მარტივი ამბავია, რომ უფრო მეტი ფულის დახარჯვა მოუწევთ თავიანთ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის შექმნისთვის, რაც შეიძლება რეალისტური იყოს, არ ვიცი, რამდენიმე დეკადის პერსპექტივაში, მაგრამ აქ და ახლა ეგ გამორიცხული. რაღაც ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში რაღაც 5-10 წელი მაინც ხო დასჭირდება, ახლა მეტიც სავარაუდოდ. ამერიკისგან შემცირებული სპეციალისტების რეკრუტირებაზე მუშაობს ევროპა, რომ ეს სპეციალისტები თავისთან გადმოიბიროს და ეს რაღაც შეიძლება მნიშვნელოვანი ანუ ამერიკა რახან ამცირებს თავის ბიუროკრატიას. ხო, შეიძლება ეს რაღაც გადაჭრის გზა იყოს, თუმცა ხო რაღაც ის ამ ტექნოლოგიურად იმდენად წინ არის ამერიკაც, რომ ხო. მაგრამ თან მეორე მხრივ ხედავთ, რომ ევროპა კავშირებს აფართოებს ერთი მხრივ ინდოეთთან და მეორე მხრივ ჩინეთთან და შეიძლება რაღაცა ეს კომბინაციები უფრო წინ წაწევაში დაეხმაროთ. ხო, ანუ უბრალოდ ორი ვარიანტია, რომ დამოუკიდებლად არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, რაც ჩინეთს და შტატებს აქვთ. ანუ ერთადერთი ეს გადაიარაღების პოლიტიკა უნდა განევრცოს მაშინ ყველა ევროპულ სახელმწიფოზე და ეს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, როცა ლაპარაკობს ამ 800 მილიარდზე და თანხაზე, რომელიც თავდაცვაში უნდა დაიხარჯოს, ეს მოიაზრებს 150 მილიარდი ევროს სესხებას და დანარჩენი 650 მილიარდი euро უნდა წამოვიდეს წევრი სახელმწიფოებისგან. ასევე ეს შეიძლება მოიაზრებდეს ამერიკული სამხედრო კონტინენტის ჩანაცვლებას, ანუ 100,000-იანი, ესე ვთქვათ, სამხედრო კონტინგენტი ყავს დღეს ამერიკას ევროპის კონტინენტზე და ეს თავის დროზე თუ არ ვცდები 1998 წელს ჟაკ შირაქსა და ტონი ბლერს შორის იყო ესეთი მოლაპარაკებები, რომ 60,000-იანი
სწრაფი რეაგირების ჯგუფები შექმნილიყო ევროპის ტერიტორიაზე, უბრალოდ ეს ჩაიშალა სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგობის გამო და ალბათ იმის გამოც რომ ზედმეტი ფული რატო უნდა დაეხარჯათ, როდესაც იყო ეს ამერიკული სამხედრო კონტინგენტი, მაგრამ მოკლედ ეს სამხედრო მიმოხილველები, რასაც ამობენ და რაც წავიკითხე მე, ორი ვარიანტი არსებობს, თუ საუბარია ევროპის გაერთიანებულ სამხედრო თავდაცვაზე, ყველა სახელმწიფოსგან უნდა მოხდეს რეკრუტირება ამ სამხედრო ძალების და საუბარია რომ უფრო ღარიბი ევროპული ქვეყნებიდან მოხდება აი ამ სამხედროების ხო როგორც წესი ეს ხდება იმიტომ რომ ხო ერთი მხრივ საქართველოს ერაყის ომში ერთ-ერთი შორის ხო არაწეული სახელმწიფოებზეც არის ლაპარაკი ხო ანუ იმიტომ რომ თუ კარგი ანაზღაურება იქნება და თუ რაღაც კარგი პირობები იქნება როგორც წესი მხოლოდ ესე იწყება რეკრუტირება იმიტომ რომ ვისაც ეხა ფული აქვს და კარგი ცხოვრება კარგად ცხოვრება გერმანიის საშუალო კლასს და საფრანგეთის საშუალო კლასს გაგიჭირდება რომ შეიტყო ამ ამბავს. ხო და ანუ შეიძლება ჩვენერი ქვეყნები, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, ეგეთ ქვეყნები გახდეს მაგის სამიზნე. ვინც აი ამ რეკრუტირების სისტემაში იქნება, იმას ევროკავშირის მოქალაქეობას მისცემენ. ამაზეც არის ლაპარაკი. ბოდიში ანუ ხო შეიძლება ეს რაღაც ისე ჟღერდეს მაგრამ ანუ როცა გერმანიამ და საფრანგეთმა და დიდმა ქვეყნებმა დაიწყეს გადაიარაღეს საუბარი რუსეთის ერთგვარი ცოტა შეშფოთსავით იმიტომ რომ მედვედევმა მიმართა მერცს რომ ჯერ ხელისუფლებაში არ ხარ მაგრამ უკვე გებელსივით იქცევიო და კარგად ვნახეთ ჩვენზე თავდასხმა 51-55 წლებში როგორ დასრულდაო და ფრთხილად იყავიო მოკლედ აფრთხილებს და ხო რაღაცა მაინც არ ესიამოვნათ მოკლედ ეგ გააქტიურება და ის არ არის რომ სიტყვიერი არის ეს ანუ რეალურად დაიწყო ევროპამ შეიძლება ითქვას გამოღვიძება ხო როგორ განვითარდება არ ვიცით მაგრამ აშკარად რუსეთისთვის ეს სასიამოვნო პროცესი არ არის YouTube-ზე ძალიან ბევრი კლიკსათაურიანი ვიდეო იდება სადაც ამერიკელი მიმოხილველები ესე ვთქვათ შეშფოთებულები არიან იმით რომ გერმანია იწყებს გადაიარაღებას. ნუ მე მგონია რომ უბრალოდ გაბერილი ამბავია და ხო ანუ რეალურად ერთი ამერიკელი მიმოხილველი ამბობდა იმას რომ გერმანიის გადაიარაღება ესე გლობალურ მასშტაბში არაფერს შეცვლის იმიტომ რომ სხვა დიდი სუპერ სამხედრო ძალებიც არიან მაგრამ ევროპაში გამოდის რომ გერმანია იქნება გადაიარაღებული და სუპერ სამხედრო ძალა და სხვებთან შედარებით ძალიან დიდი უპირატესობა ექნება და ეს როგორ დამთავრდა მეორე მსოფლიო ომის დროს ვნახეთ. ხო მეორე მხრივ ხო ანუ ჩვენ ბევრს საუბრობთ ამერიკაზე და რუსეთზე და მეორე მხრივ ევროპას ახლა თავისი ცოდვებია თავისი გასჭიროებია და ცოდვებიც აქვს ახლა როგორ ანუ შიდა კრიზისი აქვს და როგორ ექცევიან იქაურ მიგრანტებს და ანუ რანაირი პოლიტიკა აქვს მაგაზეც სალაპარაკო და ვილაპარაკებთ აუცილებლად იმიტომ რომ ხო ერთი მხრივ ანუ უნდა გაძლიერდეს მაგრამ მეორე მხრივ და ჩვენი სახელმწიფოს მუდმივ სწრაფვას ვეთანხმებით მაგრამ მეორე მხრივ ანუ არ უნდა დაგვავიწყდეს ის კრიტიკები და ის პოლიტიკები, რასაც აწარმოებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ევროპელი ლიდერები და ევროპის სახელმწიფოები. ვარუფაკისმა გამოთქვა საინტერესო რა უბრალოდ მოდი ესეც დავაკომენტაროთ და მე ალბათ გადავიდეთ სხვა თემაზე. ესეთი აზრი რომ აი ამ სამხედრო კეინზიანიზმის ნაცვლადო ევროპამ უნდა განიხილოს სამი ნაბიჯი. ანუ ვარუფაკისი ამბობს რომ ეს არის აი ვთქვათ ბერძენი ეკონომისტი რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს ხო სირიზას ერთ-ერთი მოთავე და სხვათა შორის გერმანიაში იმის გამო არ შეუშვეს რომ პალესტინის პრო-პალესტინელი პალესტინის ხარდამჭერი მოკლედ და ნუ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და ისეთი ცნობილი მოაზროვნე და მოკლედ ვარუფაკისი ამბობს რომ სამხედრო კეინზიანიზმის ნაცვლად რომელიც ევროპისთვის დამღუპელი იქნება იმ აი ზუსტად იმ რაღაც ეკონომიკური მიზეზების გამო რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ და უბრალოდ ვარუფაკის ეჭვიეპარება რომ საერთოდ ევროპას შეუძლია უნდა განიხილოს სამი ნაბიჯიო ეს არის სანქციების შერბილება და მოსკოვთან დალაგება პეკინის ჩართულობით და იმ პირობით რომ უკრაინა იქნება ცივი ომის პერიოდის ავსტრიასავით და დღეს ევროკავშირში სამი სახელმწიფოა ნეიტრალური, ხო? მალტა, თუ არ ვცდები, ავსტრია და ირლანდია. ევროპაში?
ევროკავშირში. ნუ შვეიცარია ხო? ხო, ანუ ევროკავშირი ევროპაში გავიგე, ხო. ხო და მოკლედ ავსტრია მოყავს მაგალითად, რომ ანუ ავსტრიის მსგავსად ნეიტრალური სახელმწიფო იქნება, სუვერენული ევროკავშირთან ინტეგრირებული და მეორე ნაბიჯია რომ უარყოს ტრამპის გეგმა უკრაინის ბუნებრივი რესურსების ათვისების შესახებ და 500 კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა შეიქმნასო უკრაინაში. ეს ბოლო ანუ 500 კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა ნიშნავს რომ სადამდე უნდა იყოს უკრაინაში ეს დემილიტარიზებული ზონა. ამის ალბათ კიევამდე მივა. მაგრამ კაი, აი ეს ბოლო ამბავიც რო გამოვაკლოთ. რას იძახის მოკლედ ვარუფაკისი რომ თუ აი ეს ამ ნაბიჯებს არ გადადგავენ ეს მემარჯვენეები უფრო წახალისდებიან და მოკლედ მაინც ჩაფლავდება ეს გადაიარაღების სქემა. ამიტომ ჯობია რომ დაალაგდნენ მოსკოვთანო და ეს სანქციები შეარბილონ. ხო, ანუ მაგას დავეთანხმებოდი უბრალოდ მოსკოვთან დაალაგება ხო, ანუ მეც ანუ ამ რაღაც სამხედრო პოლიტიკის ესეთ გაზდას, რა თქმა უნდა, ანუ გასაგებია. არ ვეთანხმებით, მაგრამ ანუ მეორე მხრივ მოსკოვთან დაალაგება ესე ვერ წარმომიდგენია გარდა იმისა, რომ რაღაცა ძალით შეაშინო ეს ქვეყანა. ანუ ვარუფაკისი ამბობს რეალურად მოსკოვთან დაალაგება რას ნიშნავს? მერკელის პოლიტიკა, ხო, რომ რუსეთისგან ჩვენ ვიყიდით იაფ რესურსებს, გაზს მაგალითად და როდის იყო გერმანიის ეკონომიკური ბუმი ბოლოს მერკელის დროს, როცა რუსეთიდან ეს იაფი რესურსები მოქონდათ. მაგრამ შეიცვალა იმის მერე. ხო, იმის მერე ჯერ ერთი რომ შეიცვალა ეს ერთი. მეორეც კიდე უკრაინა იყო სუვერენული და ევროკავშირთან ინტეგრირებული სახელმწიფო. ანუ ეს ალბათ კარგი სურვილია და ზოგადად ძალიან კარგი სურვილები აქვს თქონმე დასავლელ მემარცხენეებს, რომლებიც ამბობენ რომ ომი არ უნდა იყოს, უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური და არ ვიცი. მოკლედ არ გვინდა ომის გაჩაღება იქ და რუსეთმა უკრაინას თავი უნდა დაანებოს. გასაგებია ეს კარგი სურვილებია, მაგრამ წინაზეც ვილაპარაკეთ, რომ რუსეთის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით და ანუ მათი რამდენიმე ეს რაღაც რუსული სამყაროს თუ ევრაზიული გეოპოლიტიკური თეორია და ეს გეოპოლიტიკური თეორია რა არის გეოგრაფიული დეტერმინიზმი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთისთვის სასიცოცხლო, ანუ რუსეთის არსებობისთვის სასიცოცხლო არეალია უკრაინა ერთ-ერთი და დანარჩენი აღმოსავლეთ ევროპაც და რუსეთის სახელმწიფო თუ იმპერია უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით. ანუ რუსეთისთვის უკრაინა იმდენად საკრალური და რაღაცა არ ვიცი, ისეთი მნიშვნელობის ტერიტორიაა რომ და სახელმწიფოა რომ ანუ მას უბრალოდ თავს არ დაანებებს არც ერთ შემთხვევაში თუ ამის საშუალება ექნება. პრინციპში მე ვეთანხმები ვარუფაკის რომ არ გვინდა ეს რაღაც იარაღის მობილიზება მილიტარისტული სახელმწიფოები, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის და ჩვენაერ ქვეყნებს რაღაც ანუ რუსეთის საფრთხის გამო ბევრი რამეზე სხვანაირი წარმოდგენები გვიწევს და სხვანაირი პოლიტიკების გატარება გვიწევს. ნუ ჩვენ შემთხვევაში ეს პოლიტიკა არ არსებობს, მაგრამ ხო გვიწევს იმის გამო რომ ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი მუდმივად არიან იმის საფრთხის ქვეშ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი მათთვის საფრთხე გახდეს და ეხლა ამ ქვეყნებს რომ ის უთხრა რომ არა შენ არ გინდა სამხედრო გაძლიერება, იმიტომ რომ რაღაც რუსეთთან დავალაგებ, ცოტა ისეთია. ხო, აი ნახე. არასწორი მგონია. არასწორი რა არა რეალისტურია, ხო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა შენ აზრს განვავრცობ, ეგ თქვა ზუსტად რომ ომის შედეგის მიუხედავად უკრაინამ მოიგო შეუფასებელი დრო პოლონეთისა და მთელი ევროპისთვის. უკრაინელების სამხედრო ძალისხმევის წყალობით რუსეთმა ვეღარ შეძლო ევროკავშირის ან ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, ხო? ნუ არ ვიცი ეგ რამდენად რეალისტური იყო, რამდენად ამ ნატოს წევრ სახელმწიფოს ვინმეს დაესხმებოდნენ თავს, მაგრამ მთელი არსი რა არის, მე რასაც ვხედავ რა, აი ამ კრიტიკის რომ ან უნდა გაჩერდეს მოკლედ დასავლეთი და არ უნდა არ შეიარაღება და რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაცია რომ აი ამერიკის იმპერიალისტულმა პოლიტიკამ გამოაღვიძა რუსეთიც. რომ ანუ ერახში რო იჭრებოდა და მაშინ ევროკავშირიც მათ შორის და მოკლედ ევროპული სახელმწიფოები არ უბავდნენ ამაში მხარს. რომ ამით შეიძლება ეს დიდმა დათვმა გაიღვიძოს და აძლევ მოკლედ რა შენ ამ რუსეთს ამით იმის მაგალითს ამ პრეცედენტს რომ მაშინ მეც შევიჭრები ჩემს უკანა ეზოში.
მაგრამ მეორე მხრივ ევროკავშირსაც არაფერი არ ეთქმის იქიდან გამომდინარე რომ ვიეტნამიდან მოყოლებული თითქმის მაგათ ყველა კონფლიქტში ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ყველა კონფლიქტში მონაწილეობდა და შეიძლება მცირე ძალებით მაგრამ ყველაფერში მხარს უბავდნენ და შეგვიძლია გადავიდეთ ან თურქეთზე და ან სერბეთზე მოდი სერბეთით განვაგრძოთ სადაც ასევე მე მგონი სერბეთის ისტორიაში და შეიძლება რაღაცა ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი დემონსტრაცია იყო Deutsche Welle-ის ინფორმაციით შაბათს ხო შაბათს 15 მარტს დაახლოებით 325,000 ადამიანი ესწრებოდა შეიძლება რაღაც ინფორმაციებით 9 მილიონამდეც კი აღწევდა ამ ადამიანების რაოდენობა და საკმაოდ ძლიერი პროტესტია გამდინარაციის დათვლით სულ რაღაც 25 სხვათა შორის სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 7,000 ადამიანი ესწრებოდა და ხო ეს მაგრამ ალბათ Deutsche Welle უფრო სანდო წყაროა ჩვენთვის ვიდრე და ხო ამ პროტესტს ჩემი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელობას ის ანიჭებს რომ სტუდენტები არიან ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა რომლებსაც დაკავებული აქვს თითქმის ყველა საუნივერსიტეტო კამპუსი და 80% ხო სერბეთში არსებული კამპუსი და ეს კამპუსები ამ კამპუსებს თავისი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ სხვადასხვა ლექცია სემინარები ტარდება და სესიები და რაღაცა აი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ისე არ არის რომ უბრალოდ პიკეტირებულია ან რაიმე და მეორე მხრივ ამ პროტესტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფერმერებს რომლებიც ერთ-ერთი გამწევი ძალა არის ამ პროტესტის და მე ვფიქრობ რომ ნოვი სადში მომხდარი ამ ტრაგედიის შემდეგ თუ რაღაც ამ ტრაგედია ხო არ არის ალბათ უფრო ესენი ეძახიან უბედური შემთხვევაც არა უფრო არის რაღაც დაუდევრობის შემდეგ ხო ამიტომაც შეინარჩუნა ესეთი მუხტი იმიტომ რომ ხო რაღაცა სხვადასხვა სტუდენტები მნიშვნელოვანი ძალა არის ყოველთვის ყველა პროტესტში იმიტომ რომ არიან რაღაც მნიშვნელოვანი ძალა იმიტომ რომ თავისი ხედვები აქვთ რაღაც უფრო პროტესტში უფრო აქტიურები არიან და მეორე მხრივ მშრომელები რომლებიც რაღაც მნიშვნელოვან ძალას აძლევენ პროტესტს ხო და ამიტომაც ნახეთ რომ სერბეთის პრემიერი გადადგა და ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს და თუ ერთ თვეში ვერ მოახერხებენ ამას ახალი საპარლამენტო ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და ალბათ მნიშვნელოვანია იმის თქმაც ვინ არის სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი რომელიც არის რაღაც მემარჯვენე ულტრამემარჯვენე ალბათ არ ვიცი შენ თუ ეძახი მას ულტრამემარჯვენე რომელიც რომელსაც თავისი პოზიციები აქვს იგივე მუსლიმებთან დაკავშირებით იგივე რუსეთთან დაკავშირებით რომელსაც ღია კავშირები აქვს ჩინეთთან რუსეთთან საუდის არაბეთთან ხო მოკლედ და მეორე მხრივ რაღაც აი კოსოვოს საკითხზეც თავისი პოზიციები აქვს და მოკლედ ღიად უპირისპირდება შეიძლება ითქვას ევროკავშირს და ევროკავშირის პოლიტიკას და პრინციპში ხო ხალხი ამის წინააღმდეგაა და რა იქნება მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამბავს მიყვეთ ბოლომდე ხო მოკლედ კიდევ მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოვიყვან, ანუ ეს ნოვი სადის რკინიგზის სადგური არის პირველი სერბეთში ზოგადად. მე-19 საუკუნეში აშენებული, 60-იანებში მოხდა მისი რეაბილიტაცია და 2022 წელს ნოვი სადის მერმა განაცხადა, რომ სადგურის ხელახალი რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს იმიტომ რომ ბუდაპეშტსა და ბელგრადს შორის ქაროსნული მატარებლის ხაზს უნდა გაევლო, მოკლედ ეს იყო პროექტის ჩანაფიქრი და ჩინური კონსორციუმი შევიდა აქ, ანუ ჩინეთის მთავრობის მიერ იყო დაფინანსებული. ალექსანდრ ვუჩიჩი იწვევდა ამ პროექტით თავს, თუმცა ადგილობრივი ინჟინრები და მშენებლები ეჭვობდნენ პროექტის განხორციელების მიმდინარეობისას, რომ პროექტი ხორციელდებოდა დარღვევებით, გარკვეულ დარღვევებზეც უთითებდნენ
და კორუფციულ გარიგებებზეც ალბათ. ხო, ანუ ზოგადად კორუფციული გარიგებები ეს სერბეთში ახალი ამბავი არ არის, იმიტომ რომ საუდის არაბეთთან და ამ ჩინურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები თითქმის ყველა ხელშეკრულება არის საიდუმლოებით მოცული, გაუმჭირვალე. და ყველაფერი მოკლედ საიდან დაიწყო. რეალურად 1 ნოემბერს მოხდა ეს ამბავი, 15 ადამიანი მოიყოლა ამ ნოვისადის სადგურის სახურავის ჩამონგრევამ, წინა ფასადის ჩამონგრევამ და მთავრობის პირველი პასუხი იყო ამაზე, რომ ეს სახურავის რეაბილიტაცია არ მოხდა, რომ ეს იყო ძველი 60-იან წლებში აშენებული სახურავი და ეს ძალიან მალევე გამოირკვა, რომ იყო ტყუილი, რამდენიმე ინჟინერი გამოვიდა და გააბათილა მთავრობის ეს სიყალბე და შემდეგ აი აქედან დაიწყო პროტესტის გამწვავება. თავდაპირველად იყო 150 კილომეტრიანი მარში, რომელსაც 10,000 ადამიანი შეუერთდა. მოდით ერთად დავამკვიდროთ დემოკრატია, ეს იყო ამ მარშის სლოგანი. და პარალელურად სერბეთის მთავრობამ დამნაშავეების ზებნა დაიწყო დაბალრგოლებში, ანუ მუშებისთვის უნდათ ხელი შეეწმინდათ. ალბათ გვეცნობა სურათი. ხო, საქართველოში იდენტური მსგავსი რაღაცეები ხდება ხოლმე. მერე იყო მომენტი, როდესაც სერბეთის ინფრასტრუქტურის მინისტრი დაიჭირეს და რამდენიმე კიდე მაღალჩინოსანი, მაგრამ არის ცნობები იმის შესახებ, რომ ისინი ყავდათ მაღალი ესე ვთქვათ რანგის სასტუმროებში, ხო, ლუქს ნომრებში. მალევე გამოუშვეს ეს ხალხი და პროტესტის საწყის ფაზაში ტრადიციასავით იყო ყოველ დღე 11 საათსა და 52 წუთზე ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და წყვეტა ყველაფრის კეთებას 15 წუთით, ანუ 15 ადამიანის ესე ვთქვათ მოსაგონრად და 11 და 52, იმიტომ რომ ამ დროს ჩამოინგრა. სტუდენტები გამოვიდნენ წინა პლანზე, როცა ვითარება დაიძაბა, დაიკავეს კამპუსები და ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ, შენ ახსენე, რომ კამპუსების დაკავებას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და სტუდენტებს აქვთ სლოგანი და ესე ვთქვათ დევიზი უკან პირდაპირ დემოკრატიისაკენ. ისინი ამბობენ, რომ წარმომადგენლობითმა დემოკრატიამ სერბეთში ვერ გაამართლა, რომ მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა დაისაკუთრეს აბსოლუტურად ყველა ინსტიტუცია, სახელმწიფოსი, პოლიცია, სასამართლო, საჯარო მოხელეები გახდნენ სახელმწიფოსთან შერწყმულები. და ისინი ფაკულტეტებზე ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს, წარმომადგენლები იკრიბებიან პლენარულ სესიებზე და ესე ვთქვათ დემოკრატიული პრინციპით იღებენ გადაწყვეტილებას. პროტესტი არის ჰორიზონტალური და დეცენტრალიზებული, იმიტომ რომ ოპოზიცია ჩვენი არ იყო სერბეთშიც მოწოდების სიმაღლეზე არ არის და ოპოზიციიდან არანაირი ლიდერი არ ყავს ამ ხალხს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა დაიწყეს რეგიონებში სიარული. ხო, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი აზრით. მოიმხრეს ფერმერები, მოსახლეობის 80%, აი ამ ბოლო გამოკითხვებით. მოკლედ სტუდენტებს უჭერს ხარს, მათ შორის მასწავლებლები და თითქმის ყველა პროფესიული წრე. სტუდენტებს ასევე პრობლემა აქვთ სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი და პრეტენზიები აქვთ და მათ დაიკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, მეცინება, იმიტომ რომ ძალიან გავს ჩვენ სიტუაციას, იქაური სიტუაციაც და ყველაზე მთავარი ამ ამბავში რაც არის, ანუ რა თქმა უნდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა აქვთ სტუდენტებს და ზოგადად საზოგადოებას, მაგრამ მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ინსტიტუციებმა დაიწყონ კვლავ მუშაობა და ინსტიტუციებმა აკეთონ თავიანთი საქმე, იმიტომ რომ სერბებს ჯერათ, რომ ნოვისადის მთელი ეს ამბები იყო იმის შედეგი, რომ ინსტიტუციები მათ ქვეყანაში მუშაობენ. გულგრილობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ალბათ. და მეორე ამბავი ის არის, რომ ისინი არიან ანტიპოლიტიკურები. აი ჟიჟექს ეწერა, რომ
სერბეთის პროტესტზე რომ ეს უნიკალური პროტესტია, იმიტომ რომ ისინი რაღაც ანარქიულ და ძალადობრივ პროტესტს არ მიმართავენ და მათი მშვიდობიანი პროტესტი რადიკალურია, იმიტომ რომ მიუხედავად იმ დათმობებისა, რაც ახსენე შენ რომ გადადგა ეს პრემიერი და არჩევნებს ნიშნავენ, ისინი მაინც არ მიდიან დიალოგზე ხელისუფლებასთან. რატომ? იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს უჩიჩი ნიშნავდა ვადამდელ არჩევნებს, მე აყალბებდა. ეს არჩევნები საერთოდ არ არის რაღაც უჩიჩი მაინც რჩება თავის პოზიციაზე და ამბობს რომ ის არცად წასვლას არ აპირებს. ბოსნიიდან გადმოყავდა სერბები და იქ რაღაც კარუსელებს ატრიალებდა და მოკლედ ყველა იმ ვირეშმაკობას მიმართავდა, რასაც საქართველოშიც მიმართავენ ხოლმე. სტუდენტები მოითხოვენ ნოვის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციის დოკუმენტების გასაჯაროებას, რაც დღემდე არ გაუსაჯაროებია სახელმწიფოს. ასევე მნიშვნელოვანი შეგვიძლია გავიხსენოთ, ასევე მნიშვნელოვანი პროცესები იყო ერთი მხრივ 2024 წლის აგვისტოში, როცა ასევე სერბეთში იყო გამოსვლები ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ, სადაც მოსახლეობა უპირისპირდებოდა ლითიუმის მაღაროების ხელახლა გახსნას, რაც მნიშვნელოვანი წყარო უნდა გამختارიყო ევროპისთვის მწვანე ენერგიაზე გადაცვლის გარდამავალ პერიოდში და ეს ძალიან რაღაცნაირია. ერთი მხრივ უჩიჩი ვიცით რომ ევროპული განწყობებისაა თავისი ultramemარჯვენე პოზიციე. თავიდან ძალიან ევროკავშირის და რაღაც ლიბერალური თავიდანვე თქვა რომ ის უარს ამბობდა, მას უნდოდა ევროკავშირთან რაღაც ევროკავშირის შესვლა და ამ შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ დღეს ვიცით რომ მას ანტიევროპული განწყობები აქვს ღია კავშირები რუსეთთან, ჩინეთთან, საუდისთან. მაგრამ ისე რაღაცა მხრივ და მეორე მხრივ ვაჭრობას აწარმოებს და უნდა რომ მთელი სერბეთი გახადოს რაღაც ღია გახსნას მაღაროები მდიდარი ევროპისთვის, რომელსაც უნდა მწვანე პოლიტიკაზე გადასვლა, ხო? ეგ უნდა მეთქვა რომ ანუ ევროკავშირთან თლად ხიდებს არ წვავს, იმიტომ რომ მთელი ესე ვთქვათ ის PR კამპანია, რასაც აგორებს უჩიჩი, იმაზეა რომ ჩვენ ეკონომიკურად ანუ სერბეთის ეკონომიკა იზრდება. ამის გამო დიდი ხნის განმავლობაში სერბული მოსახლეობა თვალს ხუჭავდა იმ ბევრ პოლიტიკურ პრობლემაზე და სოციალურ პრობლემაზე, რაც სერბეთშია. ამას ემატებოდა ოპოზიციის დეზინტეგრაციაც და ოპოზიციის ფაქტიურად არარსებობაც. მაგრამ ახლა არის რაღაც გადამწყვეტი მომენტი რატოა? იმიტომ რომ მიუხედავად ამ დათმობისა და იქამდეც ანუ უჩიჩი არ არის რაღაც ივანიშვილის მსგავსი ფიგურა, რომელიც დათმობებზე არ მიდის. არა, დათმობებზე მიდის ის, ანუ ტაქტიკურ უკანდახევებს ახორციელებს, მაგრამ ეს ძალიან კარგად იცის სერბმა ახალგაზრდობამაც და მათი რადიკალურობა იმაში მჟღავნდება, რომ ისინი მაინც არ იხევენ უკან მიუხედავად უჩიჩის უკანდახევისა. ერთი ამბავი აქ ისიცაა, რომ უჩიჩის რიტორიკაში ყოველთვის ფიგურირებს ის, რომ დასავლეთს უნდა სერბეთში მედიას, დასავლეთს NGO-ებს და შემდეგ. ჩვენთვის გასაგები რიტორიკა. ფერადი რევოლუციის მოწყობა. ნამდვილად გლობალური ომის პარტიაზე და Deep State-ზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ აი ხა თუ ნახავ აქ ციტატას. ხო, მოკლედ როგორ რაღაცას ვამბობს, ხო, ძალიან ვამაყობთ იმით, რომ სერბეთის სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა და მშვიდობა, მიუხედავად დესტაბილიზაციისა და მშვიდობის შელახვის არაერთი მცდელობისა. ესაა შაბათის აქციის მერე გაკეთებული განცხადება და შაბათის აქციის მერე თქვა კიდეც, რომ ჩვენი თავი უნდა შევცვალოთ და რახან ამდენი უკმაყოფილებაა საზოგადოებაში, რაღაცები უნდა შევცვალოთ, მაგრამ თან იმას ამბობს, რომ ჩვენ მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ვადამდელ არჩევნებში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ქუჩაში გამოდის, უფრო მეტი ჩვენ გვიჭერს მხარს. ხო, ანუ ერთი მხრივ საკმაოდ წვიანი პოლიტიკოსი არის, იმიტომ რომ ამ რაღაც თითქოს ცფიერი, ხო, ანუ პრინციპი პოლიტიკოსები როგორც არიან, თანამედროვე ანუ ჩვენ. მილოშევიჩის პერიოდში გამოზრდილი, გამოჩეკილი პოლიტიკოსია. რომელიც ultramemარჯვენე იყო და ამბობდა ეგეთ ფრაზებს. ერთ სერბს თუ მოკლავთ, ჩვენ 1000 მუსლიმს მოკლავთ და ეგ 1995 წელს თქვა და მე ნელ-ნელა იცვლებოდა მისი რიტორიკა, როგორც აწყობდა და როგორც უნდოდა. და დღესაც არ არის გამონაკლისი და ლითიუმზე მინდოდა კიდე დამემატებინა, რომ ლითიუმი არის საჭირო ესა
სტრატეგიულად ღირებული ლითონია, რომელიც საჭიროა ელექტრომანქანების ბატარეებისთვის და პრინციპში ევროპის კრიტიკას თუ დავიწყებ, პირველ რიგში ამ კუთხით უნდა დავიწყოთ, რომ ჩვენაერი ქვეყნები, რომლებიც ერთი მხრივ არ არიან ევროკავშირის წევრები და რომელსაც არ მოეთხოვებათ ეგრეთ წოდებული მწვანე პოლიტიკის დაცვა, იყენებენ იმისთვის, რომ თავიანთი მწვანე პოლიტიკა განახორციელონ და ექსტრაქცია მოახდინონ ჩვენი რესურსებით, რაც შეიძლება მეტი. და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ ხო რაღაც არ უნდა რომ სერბეთი რაღაც ევროპის ღირებულებებს დაუახლოვდეს და მეორე მხრივ თან ევროკავშირს ევაჭრება იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ლითონის და მეტი რესურსის გატანა მოხდეს, იმიტომ რომ რაღაც ჩვენაერი ქვეყნებისთვის ეს გარდაუვალია და ეს არის განვითარების გეგმა მათი, ხო. არ ვიცი, ინდოეთში ფარმაციული კომპანიების მუშაობას თუ შევხედავთ, ყველაფერი დარღვეულია, ყველა რეგულაცია, ევროპულ რეგულაციებს გულისხმობ, მაგრამ ევროკავშირი უაჭრობს მათთან და ევროპის ეს მწვანე პოლიტიკა და არ ვიცი, გარემოს დაცვა რაღაცის ხარჯზე ხდება და ამაზე ვილაპარაკებთ აუცილებლად. ჩვენ მეზობელ თურქეთშიც არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები მიმდინარეობს და ერთი-ორი სიტყვით გავიაროთ თურქეთის ამბავს და მე შევაჯამოთ. 19 მარტს გამთენიისას დაიჭირეს სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც ასევე არის ერდოღანის მთავარი კონკურენტი, ასე ვთქვათ, საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა ყოფილიყო ყოველ შემთხვევაში. რომელიც 2028 წელს გაიმართოს, ხო. და აი 19 მარტამდე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს ჩამოართვა დიპლომი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, იმიტომ რომ ჩვენგან განსხვავებით ეტყობა თურქეთში საჭირო არის დიპლომის ქონა, რომ მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. გარდა იმამოღლუსა 19 მარტს ორდენი გაიცა 100-ზე მეტ ადამიანზე გაიცა დაკავების ორდენი 100-ზე მეტ ადამიანზე და მათ შორის არიან ჟურნალისტები და ბიზნესმენები. იმამოღლუზე ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა, 2019 წელს აირჩიეს ის სტამბოლის მერად და ეს დიდი დარტყმა იყო მოკლედ ერდოღანისთვის, იმიტომ რომ ერდოღანი 16 მილიონიანი ქალაქია და მეორე ის არის, რა ქვია, საკმაოდ ისეთი ჰიბრიდული, ანუ არადემოკრატიული ქვეყნისთვის, როგორც თურქეთია, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა არის და მისი დაპატიმრების sapasუხოდ დიდი გამოსვლები არის უნივერსიტეტებში, ასე ვთქვათ, რომლებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერებია ამ პროტესტშიც. მიუხედავად იმისა, რომ 23 მარტამდე აიკრძალა დემონსტრაციები და პროტესტები სტამბოლში, გამოსვლები არის სტამბოლის უნივერსიტეტში, ანკარაში, ასევე იზმირში და ასევე შეფერხებით მუშაობს სოციალური ქსელები, TikTok-ი, YouTube-ი, Instagram-ი, X-ი და სამესიზო საშუალებები, WhatsApp-ი, Telegram-ი და Signal-ი. ასევე მნიშვნელოვანი არის იმის თქმა, რომ ამ ვითარების გამწვავების შემდეგ დააკავეს 37 პირი, რომლებსაც პროვოკაციური შინაარსის სოციალურ მედიაში გაზიარების ბრალდება აქვთ, ასე ვთქვათ, წაყენებული. და ხო, ის დამავიწყდა, მე თქვა, რომ 19 მარტს ასევე დააკავეს ჟურნალისტი ისმაილ საიმაზი, რომელსაც სხვათა შორის წაუყენეს ბრალი 2013 წელს გეზი პარკის პროტესტში მონაწილეობის გამო, რომელსაც ის აშუქებდა და გეზი პარკის პროტესტი იყო 2013 წელს, როცა ტაქსიმის სკვერში უნდა აეშენებინათ კორპუსები და მოკლედ ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყო, რაშიც მონაწილეობდა ყველა მე ვინც ვიცი და ვინც მოსახლეობის დიდი ნაწილი მოკლედ და
პოლიციის არაპროპორციული ძალა გამოიყენეს აქაც და მაგრამ პროტესტი ამან უფრო ძლიერი გახადა და უფრო ფართომასშტაბიანი და მოკლედ თურქეთშიც ძალიან დიდი რყევებია იმის გამო რომ ხო ეს იმამოღლუს მხარე ასე ვთქვათ ძლიერდება და ეს საფრთხე კარგად დაინახა ერდოღანმა სხვათა შორის ჩვენთან ცოტა არასწორად გაიგეს ეს ყველაფერი და ბევრგან შეხვდა ის რომ კალაძეს უწერდა რომ კარგი არის ხო დემოკრატიული თურქეთის მართველი როგორ ებრძვის კორუფციაში ჩაძირულ მერს რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული თურქეთის განვითარებას და თან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მეზობელი თურქეთის ასე ვთქვათ ისტორია ვიცოდეთ იმიტომ რომ ეს ჩვენზეც ახდენს გავლენას და ჩვენ მოსახლეობაზეც ახდენს გავლენას იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ თურქეთში იდევნებიან მათ შორის ქართველი წარმოშობით ქართველებიც რომლებიც ხმამაღლა ვერ საუბრობენ და ვერ ლაპარაკობენ და მათ შორის თურქეთის სახელმწიფოს დიდი ძალისხმევის გამო და ზეწოლის გამო არის თემურ ქათამაზე დღეს ციხეში რო ყავს ბევრი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ როგორ ერეოდა და უნდა და ჩვენ სახელმწიფოზე ზეგავლენა მოეხდინა თურქეთის სახელმწიფოს მათ შორის სკოლების დახურვა და ასე შემდეგ ბევრი რამე შეიძლება ითქვას და გიულენის სკოლები ამბები რო იყო ხო ანუ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია და დიდი იმედი მაქვს მეთქი რომ რაღაც დემოკრატიული პრინციპები გაიმარჯვებს თურქეთში მეთქი მოგატყუებთ იმიტომ რომ ერდოგანის რეჟიმი არანაკლებ საშიში და ნუ გადავწურავთ ხო უბრალოდ საშიში და საკმაოდ საყურადღებოა იმიტომ რომ ხო რა ვიცი ანუ როგორც აზერბაიჯანში ასევე თურქეთში ნახეთ არაერთი დევნილი ჟურნალისტი დაკავებული მოსახლეობა მათ შორის უნივერსიტეტებში ზეწოლები უნივერსიტეტებში დაჭერები და რა ვიცი ხო არა ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში რაც იყო ეს დიდი დემონსტრაციები ფაქტიურად კრიმინალიზებული და რაღაც ანომალია სპონტანურად გამოვიდა ხალხი ქუჩაში განსაკუთრებით სტუდენტები ეს 4 დღიანი დემონსტრაციების აკრძალვაც ყურად არ მიიღეს თაქსიმის მოედნისკენაც გაიწიეს რომელიც ფაქტიურად წითელი ხაზია და იქ პროტესტი არ შეიძლება ნუ ორი სიტყვით უნდა ვთქვათ ისიც რომ კორუფციას და ტერორიზმის ხარდაჭერას და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობისთვის ქურთულ პარტიასთან. ხო, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თანამშრომლობას აბრალებენ. ერთი ამბავი ისიც არის, რომ ესე ვთქვათ, თურქეთში ხალხი ითხოვს უფრო მეტი აქცენტის გადატანას ქუჩაში. ხო, ეს ახალ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, რომლებიც ახლა გარეთ არიან დარჩენილები, ისინი დიდად არ გამოირჩევიან. ანუ ახლაც იყო იმისკენ მოწოდება თითქოს, რომ აი მოდი არჩევნებს და უცადოთ და რაღაცა ის ატმოსფერო ცოტა განელდეს, მაგრამ დემონსტრანტები მოითხოვენ უფრო მეტად გააქტიურებას თვითონ ქუჩაში. აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერების მიმართაც, იმიტომ რომ მათი აზრით, ანუ დემონსტრანტების აზრით ისინი კაბინეტურ პოლიტიკას ეწევიან და ახლა დროა ქუჩის გააქტიურების და ამის საპასუხოდ პარტიის ლიდერმა ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ ამიერიდან არავინ უნდა მოელოდეს, რომ სახალხო რესპუბლიკური პარტია პოლიტიკას დარბაზებსა თუ შენობებში გააკეთებს ამიერიდან ჩვენ ვიქნებით ქუჩებში და მოედნებზე, ამას ემატება თვითონ სტამბოლის მერის და ოპოზიციის ლიდერის გამამხნევებელი განცხადებებიც, რომ ჩემ გვერდით დგას 16 მილიონი სტამბოლელი და 83 მილიონი ზოგადად თურქი მოქალაქე. ხო, მოკლედ ნახოთ რა იქნება შემდეგ კვირამდე, ალბათ ანუ დიდი არის მოკლედ იმის შანსი, რომ ვითარება დაიძაბება, გამწვავდება და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადავა ეს ყველაფერი. იმუქრებიან უკვე ეს რაღაც ერდოღანის ტროლები და ბოტები იმით რომ იქნება ბევრი დაჭერილი ადამიანები, დიდი სასჯელები. ხო, ეს ახასიათებს ზოგადად ერდოღანს შიგადაშიქრო და დარწმუნებული ვარ რომ ეგრეც იქნება რა.
თან მიუხედავად ესე ვთქვათ იმისა რომ აი ამ დღეებში მსხვერპლი არ მოყოლია ამ აქციებს და იმედი ვიქონიოთ რომ ესეც გაგრძელდება თურქეთს უკვე ამ ბოლო წლებში აქვს მაგის გამოცდილებაც და მოკლედ ვითარება საკმაოდ დაძაბულია ანუ როცა შენ ოპოზიციის ლიდერს რომელიც დღეს ხვალ უკვე მთავარი შენი კონკურენტი უნდა ყოფილიყო აპატიმრებ ამას ხადიამ და რეალომზე და მეორე სახელმწიფო გადატრიალებაც უწოდეს ამ სახალხო პარტიის ლიდერებმა ამას. და მეორე მხრივ თავარი სამიზნე ალბათ ისე უნივერსიტეტები და ჟურნალისტები და რაღაც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები იქნებიან, რომლებიც თუ დარჩნენ ვინმე თურქეთში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ პროტესტში, იმიტომ რომ ხო, ანუ შეიძლება საერთოდ არ იყო იმამ ოღლუს მხარდამჭერი, თუმცა ფიქრობდე რომ ძალიან საშიში სიტუაცია შეიქმნა, როცა მთავარ ოპოზიციონერს იჭერ, რომელიც არჩეული მერია, მაშინ ჩვეულებრივი ადამიანები რა საფრთხის წინაშე არიან, ხო წარმოგიდგენია და მოკლედ მივადევნოთ ამ თემას ამ საკითხს ჩვენი ყურადღება დღეისათვის მე მგონი სულ ეს იყო ასევე შეგახსენებთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ უფრო მეტ ადამიანს მიწვდეს ჩვენი პოდკასტი გამოგვიწეროთ და გვალაიქოთ და გვაშიაროთ და ჩართოთ ზარის ღილაკი ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევხვდებით მომავალ კვირაში დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დროებით ერთ იმას დავამატებ რომ კარგი იქნება თუ დაგვიწერთ კომენტარებში კითხვებსაც შენიშვნებსაც და თუ რამე ისეთი კითხვა გექნებათ, არ ვიცი, თქვენთვის მნიშვნელოვანი მოგწერეთ და მოკლედ ვეცდებით რომ გიპასუხოთ. ან რომელიმე თემაზე ხო არ გინდათ რომ ვისაუბროთ და იმ თემას გავშევით. ხო. მოკლედ უკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვეცდებით რომ ყველაფერი გავითვალისწინოთ. თელეკურის განმავლობაში მოუწყებელი მიმოიხილავს საერთაშორისო ამბებს. დროებით. მადლობა.